ყოველ მერვე ქალს ეკნება მკერდის კიბო ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკი სიმსივნეების, რაც არსებობს ადამიანისთვის ზოგადად, ქალებისთვის ამ შემთხვევაში. და მკერდის კიბოს რისკი იზრდება ასაკთან ერთად დრამატულად. 95% სიმსივნეების ვითარდება 40 წლის ზევით. ამიტომ ასაკი არის მთავარი რისკ ფაქტორი მკერდის კიბოსთვის. მკერდის კიბოს იგივე ძუძუს კიბოს ეძახიან. აქ რა არის მნიშვნელოვანი? თუ პირველ სტადიაზე აღმოაჩენ და უმკურნალებ, პროგნოზი არის ბრწყინვალე უმეტეს შემთხვევაში. და თუ მეოთხე სტადიაზე პროგნოზი არის ცუდი ბევრ შემთხვევაში. ცუდი პროგნოზი და კაი პროგნოზი ამ შემთხვევაში ნიშნავს სიცოცხლეს და სიკვდილს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ მკერდის კიბოს რისკ ფაქტორები, ვიცოდეთ როგორ აღმოაჩინოთ რაც შეიძლება მალე და რითი შეიძლება შევამციროთ მკერდის კიბოს განვითარების რისკი. ამაზე ვისაუბრებ. პირველი და ყველაზე მთავარი რისკი არის ოჯახური ისტორია, გენეტიკა. განსაკუთრებით არის გენები BRCA1 და BRCA2 ეს გენებია, რომელიც უჯრედებს იცავს ნორმაში და აი ამ გენების მუტაცია თუ ხდება, უჯრედებში როცა დნმ მზიანდება, მის შეკეთება ვეღარ ხდება და იქიდან ვითარდება სიმსივნე. ამიტომ ეს გენეტიკური მოდიფიკაცია, მუტაცია, რომელიც ადამიანებსაც აქვს, მკერდის კიბოს განვითარების რისკი თითქმის 80% აქვს ცხოვრების განმავლობაში. ან თუ ჩვეულებრივ ადამიანს 10-12%, 15%, ვისაც ეს გენები აქვს, თითქმის 80% აქვს იმის ალბათობა, რომ მკერდის კიბო განვითარდება, ანუ აბსოლუტურ რისკს ზრდის დაახლოებით 6 ჯერ. ანუ უზარმაზარად ზრდის გენეტიკა. რა შეიძლება როგორ მივხვდეთ ხა ეს გენეტიკა რაღაც ის არ არის რანაირად ერთი თუ კი უახლოეს ნათესავს დედას დას და აი პირველ რიგის ნათესავს მოკლედ თუ რომელიმეს აქვს მკერდის კიბო ახალგაზრდა ასაკში 50 წელს ქვევით იქ ზრდის რისკს რომ ადამიანს ესეთი მუტაცია ექნება თუ უახლოეს ნათესავს მკერდის და საკვერცხის კიბო აღმოჩნდა ერთდროულად ზრდის ალბათობას რომ ეს გენი ექნება და გენეტიკაში თუ კი ახალგაზრდა ასაკში სიმსივნეები იყო მკერდის კიბოს სიმსივნეები ესიც ზრდის ალბათობას შესაბამისად ასეთ დროს სკრინინგი უნდა იყოს უფრო აგრესიული ნორმაში ქალმა ნებისმიერმა ქალმა 40 წლის ზევით 40 წელს რო გადაცილდება წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს მამოგრაფია თუ კი ამ გენის მატარებელია ჯერ გენეტიკური ტესტი შესაძლებელია და მეორე უნდა იყოს უფრო აგრესიული ეს სკრინინგი უნდა დაიწყოს არა 40 წლიდან, არამედ 30 წლიდან ზოგ შემთხვევაში გააჩნია ზოგჯერ კიდევ უფრო ახალგაზრდა ასაკიდან შესაძლებელია მისი დაწყება. და არ არის საკმარისი ამ დროს მამოგრაფია, არამედ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც, რადგან უფრო დეტალურად მოხდეს მკერდის შესწავლა და მცირე ცვლილებებიც კი დროზე იქნა შემჩნეული. აი ამიტომ ყოველწლიური არა მარტო მამოგრაფია, არამედ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც არის სასურველი ამ დროს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქალმა მიმართოს გამოქსიფენით მკურნალობას, პრევენციული მკურნალობა არსებობს, რომელიც დაახლოებით 40% ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების ალბათობას, განსაკუთრებით იმ ქალებში, ვისაც BRCA2 მუტაცია აქვთ. ამ წინასწარ იღებენ ხოლმე ან რატო? იმიტომ რომ როგორია, როცა ძალიან მაღალი ალბათობა აქვს ადამიანს მკერდის კიბოს განვითარების და იცი, რომ ეს რეალურად 80%-იანი ალბათობა ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მოხდება. და არის ხო არჩევანი არის, რომ ესეთ შემთხვევაში შეგიძლია გაიკეთო ქირურგია მკერდის სარძევი ჯირკვლების ამოკვეთა პრევენცია
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. იცით, აი ანჯელინა ჯოლიმ რო გაიკეთა მაგალითად. და შეგიძლია არიან ადამიანები, რომელსაც არ უნდა რომ ეს გაიკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკები აქვს. აი ეს ადამიანები თუ მაღალი რისკის მქონეები არიან, იღებენ ხოლმე ტამოქსიფენს. ზოგი არაფერს არ იღებს, ხა ამაზე არ მოგსაუბარი, მაგრამ თუ ისაც უნდა რომ რაღაც გააკეთოს იმისთვის, რომ სიმსივნე აიცილოს თავიდან და მას აქვს მაღალი ეფექტურობა. მეორე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი მკერდის კიბოს განვითარების არის მკვრივი მკერდის კიბოს ქსოვილი. როცა მკერდის შემადგენლობაში არის მეტი ჯირკვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილი და ნაკლები ცხიმოვანი ქსოვილი. ასეთ ადამიანებს აქვთ 5-დან 6-ჯერ გაზრდილი რისკი მკერდის კიბოს განვითარების. ახლა ეს სიმკვრივე ესე არ არის რომ თვალით შეხედო ან ხელი შეახო და ანუ ქალი ვერ გეტყვის მისი მკერდის მომატებული სიმკვრივე აქვს თუ არა აქვს. ეს არის რადიოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც ხდება შეფარდება ჯირკვლოვანი ქსოვილის ცხიმოვანი ქსოვილთან და მისი მიხედვით განსაზღვრა. შესაბამისად ეს რადიოლოგიური კვლევის შედეგი უნდა იყოს მამოგრაფიის B რაც კატეგორიზაციით C ან D, C ან D კატეგორიაში თუ არის მკერდის სიმკვრივე, მიიჩნევა რომ მკერდი არის მკვრივი და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ დროს მკერდის კიბოს განვითარების ალბათობა, რადგან ეს ჯირკვლოვანი ქსოვილი ბევრად უფრო დამოკიდებულია ჰორმონზე და ბევრად უფრო გრძნობიარეა ჰორმონების მიმართ და ბევრად მაღალია იმის ალბათობა, რომ განვითარდეს სიმსივნე. მეორეს მხრივ, მკვრივი ეს მკერდის სიმკვრივე როცა მომატებულია, ამ შემთხვევაში რადიოლოგიურად შეიძლება დაფაროს სიმსივნე, ანუ გავდეს რომ ვითომ არაფერია, მაგრამ სინამდვილეში სიმსივნე იზრდებოდეს, ანუ რადიოლოგიური კვლევის მამოგრაფიის სენსიტიურობა მცირდება, აი ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ესეთ დროს ადამიანმა ან ულტრაბგერაც გაიკეთოს, ან მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევაც გაიკეთოს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ხანგრძლივად ჰორმონებთან ურთიერთობა, ქალისი, ჰორმონების ხანგრძლივი მიღება. ჰორმონების მიღებაში არ იგულისხმება ის რომ ადამიანი მაინც რაღაც ჰორმონებს სვავდეს. ჰორმონების მიღებაში იგულისხმება ხანგრძლივი ჰორმონული გავლენა, როცა გოგონას ადრეული 12 წლის ასაკამდე ეწყება მენსტრუაცია და 55 წლის ასაკამდე აქვს და მით უმეტეს თუ შვილი არ გააჩინა ესმა ქალმა, ეს ნიშნავს რომ ხანგრძლივი ჰორმონული გავლენა ქონდა ამ ადამიანს, რადგან ყოველი მენსტრუალური ციკლი არის ესტროგენების დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის და როცა არ იყო წყვეტა, როცა ეს წლების განმავლობაში დიდხანს გრძელდებოდა, ადამიანს მომატებული რისკი აქვს მკერდის კიბოს სიმსივნის. ასევე როდესაც ადამიანმა ქალმა პირველი ორსულობა ქონდა 30 წლის შემდეგ, ასეთ ადამიანებსაც მომატებული აქვს ეს რისკი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ აქვს მნიშვნელობა შვილების გაჩენასაც განსაკუთრებით 30 წლამდე მკერდის კიბოს რისკის შემცირების კუთხით, რადგან ყოველი მენსტრუალური ციკლი არის დამატებითი სტრესი რეალურად მკერდისთვის და ზედმეტი ჰორმონული გავლენა რეალურად. მეოთხე მიზეზი, რაც მკერდის კიბოს რისკს ზრდის, ეს არის ჭარბი წონა, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის მერე ცხიმი ხდება ერთადერთი წყარო ესტროგენების, ანუ საკვირცხები წყვეტენ ესტროგენების გამომუშავებას და ცხიმოვან ქსოვილში ხდება გარდაქმნა სხვა ჰორმონების ესტროგენებად.
ამიტომ რაც მეტი ცხიმი აქვს ადამიანს, ქალს, მით მეტი ესტროგენების გავლენა აქვს ორგანიზმზე. ეს არ არის მცირე გავლენა, საკმაოდ დიდია. მაგალითად, თუ კი ადამიანი არის ჭარბწონიანი, დაახლოებით 40%-ით გაზრდილი აქვს მკერდის კიბოს რისკი. მაშინაც კი თუ ცოტა ჭარბწონიანია, ანუ ძალიან მსუქანი არა, ჭარბწონიანი, მაგალითად, სხეულის მასის ინდექსი თუ აქვს 27, ასეთ შემთხვევაშიც კი მომატებულია დაახლოებით 10%-ით მკერდის კიბოს განვითარების რისკი. ანუ განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ წონა რეალურად არის მნიშვნელოვანი. წონის კონტროლი არის მნიშვნელოვანი. 5-7 კილოს დაკლებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ესტროგენების გავლენას და ესტროგენების პროდუქციას. მეხუთე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი მკერდის კიბოსთვის არის ალკოჰოლი. ალკოჰოლის მიღება ესტროგენების გამუშავებას აძლიერებს ღვიძლში. მეორეს მხრივ ესტროგენების წარმოქმნას. მეორეს მხრივ ყოველი დალეული ჭიქა დნმ-ზე მკერდის უჯრედების დნმ-ზე მოქმედებს ნეგატიურად და მუტაციების დაგროვება ხდება, შედეგად მკერდის კიბოს განვითარების რისკი იზრდება. საუკეთესო არის თუ არ დალევს ქალი, ან კვირაში ერთი ჭიქა, ანუ მაქსიმალურად ნაკლებს. 40 წლიდან კიდე უფრო ნაკლები ეგ არის მნიშვნელოვანი. რაც ნაკლებს მით მეტი ბენეფიტები აქვს ორგანიზმისთვის. მეექვსე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის მოწევა. თამბაქოს ტოქსინები დნმ-ს აზიანებს. უჯრედის აღდგენა ხდება ძალიან ძნელი. და დაახლოებით 10-15%-ით ზრდის მკერდის კიბოს რისკს მოწევა. თუ ძლიერი მწვერვალია მეტად, თუ მოწევა დაიწყო ახალგაზრდა ასაკში სამ პირველი ორსულობა იქნებოდა კიდევ უფრო მეტად. მეშვიდე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, როცა ადამიანი ფიზიკურად არ არის აქტიური. რადგან ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ერთი რომ ესტროგენები ქვეითდება მნიშვნელოვნად. დაახლოებით 30%-ით ინსულინის მგრძნობელობა უმჯობესდება, ანთება მცირდება და 20-30%-ით ნაკლები აქვს ეს ადამიანს მკერდის კიბოს განვითარების რისკი, ვინც ფიზიკურად ყოველდღე მოძრაობს, ვინც ფიზიკურად ვარჯიშობს. მერვე მნიშვნელოვანი რისკი არის ღამის ცვლა და ქრონიკული უძილობა. როცა ადამიანს აქვს უძილობა, მელატონინი ქვეითდება. მელატონინი იცავს დნმ-ს და მკერდის უჯრედებს და ქალები, რომლებიც წლების განმავლობაში ცვლაში მუშაობენ, დაახლოებით 20%-ით აქვთ გაზრდილი მკერდის კიბოს რისკი. მეცხრე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის რადიაცია. რადიაცია ხდება ხოლმე ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში სხვა სიმსივნის გამო მკერდზე თუ მიიღებენ რადიაციას ან ტუბერკულოზის მკურნალობისთვის. შესაძლებელია ეს ბავშვობაში მიღებული რადიაცია გახდეს მიზეზი დიდობაში, დაახლოებით რაღაც 20%-ით ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკი. არა კატასტროფულად, მაგრამ მნიშვნელოვნად. და მეათე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თმის საღებავები. თმის საღებავები განსაკუთრებით ახლა ბოლო ხანებში ალბათ შეგხვდათ სტატიები, რომ 60%-ით ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკი. არ არის ესე, ახლა 60% არ ზრდის. 60%-ით გაზარდა ეს კონკრეტულ პოპულაციაში, კონკრეტულ კვლევის შედეგად, ეს არ არის საყოველთაოდ აღიარებული. ისიც შავკანიანებში, ანუ აფრო-ამერიკელ ხალხში იყო ეგ შედეგი უფრო მეტად. დაახლოებით 8-9-10-15% ესე ზრდის, სხვადასხვა კვლევების მიხედვით სხვადასხვა რიცხვებია. განსაკუთრებით მუქი საღებავები, განსაკუთრებით მუდმივი საღებავები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც გენეტიკური მუტაციები აქვს, ASBRCA მუტაცია. ამიტომ შეიძლება უფრო ღია ფერები, ამონიას რო არ შეიცავს, ეგეთი საღებავები არჩიოთ, ხელთათმანების გამოყენება, ოთახის განიავება, ესენი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რისკები შეამციროთ. და მე-11 მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის
ხანგრძლივად წამლების გამოყენება ჰორმონების მაგალითად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზრდის სიმსივნის განვითარების ალბათობას დაახლოებით 20-30%-ით რადგან ხდება მკერდის მუდმივი სტიმულაცია ასეთ დროს და გამოსავალი ესეთ შემთხვევაში არის დაბალი ეფექტური დოზა და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მისი გამოყენება და არახორმონული ალტერნატივებიც როცა შესაძლებლობა არის რა თქმა უნდა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა სინამდვილეში რეალურად შესაძლებელია მკერდის კიბოს რისკების შემცირება თუ რისკ ფაქტორები ვიცით მით უმეტეს და ეს დაგვეხმარება რეალურად რომ შევამციროთ ან ადვილად აღმოვაჩინოთ რათა თუ კი პირველ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი 95% ადამიანების ვინც პირველ სტადიაზე აღმოაჩენს მკერდის კიბოსგან არ მოკვდება. ამიტომ პირდაპირ სიცოცხლეზე მიბმული და პირიქით მეოთხე სტადია დაახლოებით 28%-იანი 5 წლიანი გადარჩენა, 5 წლის განმავლობაში 28-30% გადარჩება ადამიანების მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი მკერდის კიბო. აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ აღმოჩენას ამ სიმპტომი განვითარდება იგივე მამოგრაფია იმიტომ მნიშვნელოვანი რომ სამ სიმპტომი განვითარდება რამდენიმე წლით ადრე. პოულობს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ადრეულ მედიცინას, პრევენციულ მედიცინას სკრინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა რომ ისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.